შემდგომი ნაბიჯები. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანიამ მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების სექტორის კოორდინატორ საქართველოში აჰმედ აივეიდას შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე კახეთის რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტებზე იმშელეს და აღნიშნული პროგრამის მომავალში გაგრძელების დეტალები და მიმართულებები განიხილეს, ასევე მათ იმშელეს 2013 წელს დაგეგმილ პროექტებზე, რომლის დაფინანსებასაც მსოფლიო ბანკი გააგრძელებს. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი იყო იმერეთის რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე, რომელსაც მსოფლიო ბანკი სამომავლოდაც დააფინანსებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალ კვირას ერთობლივად ადგილზე მოინახულონ დაგეგმილი პროექტები. ვისაუბრეთ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე, მათ შორის იყო საუბარი კახეთის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით, იყო საუბარი ასევე ახალ პროექტზე, რომელიც შეეხება სამომავლოდ საქართველოს ორ რეგიონში წყლის გამწმენდი სისტემის რეაბილიტაციის საკითხს და ახალი სისტემის მოწესრიგებასთან დაკავშირებულ საკითხს. ორივე პროექტი კახეთსა და იმერეთში შემუშავდა სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ჩვენ ასევე განვიხილეთ შვედეთის მთავრობისგან მისაღებით დამატებითი გრანტების საკითხი. გრანტის მიზანია ამ რეგიონების წყლით უზრუნველყოფა გაუმჯობესდეს.